მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ ვართ სტუდიაში გზაგასაყართან და ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები თეოლოგ გიორგი გვასალიასთან ერთად, რომელიც მოვიწვიეთ სტუმრად. გიორგი, მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა მომდანებისთვის. მაყურებელს ვეთქვით, რომ დღეს ვისაუბროთ ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს ელია წინასწარმეტყველზე, კერძოდ ელია წინასწარმეტყველი ქარმელის მთაზე. შესაბამის საკითხავი შეგიძლიათ წაიკითხოთ მესამე მეფეთა წიგნის მე-18 თავში. მაშას ელიაზე უკვე ვისაუბრეთ წინა გადაცემებში და რა თქმა უნდა მის შესახებ თხრობა ერთ გადაცემაში ვერ მოესწრებოდა, ასე რომ ვაგრძელებთ. გიორგი, ყველაზე საინტერესო ადგილები ალბათ ამ უდიდესი წინასწარმეტყველის შესახებ, რო არ გამოგვრჩეს ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილები, აი ამაზე გავამახვილოთ ყურადღება. რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გვაქვს დღეს განსახილველი. თითქოს და ბიბლიური თხრობა ელია წინასწარმეტყველს გარკვეულ სივრცეს უთმობს, მაგრამ თითქოს და იმდენი ამაზე სალაპარაკო, რომ ალბათ მართლა ბევრი წიგნი იქნებოდა საჭირო, რომ ელიაზე მთლიანად, ელია წინასწარმეტყველზე მთლიანად წარმოადგინა თხრობა წმინდა წერილს. ახლა ჩვენ ყურადღებას რას ვაქცევთ? ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ უფალი ეცხადება ელიას, როდესაც 3 წელი გავიდა, უწვიმარობის 3 წელი გავიდა და რამაც ძალიან დიდი გავლენა იქონია ისრაელზე, მის ეკონომიკაზე, მის ძლიერებაზე და ეცხადება უფალი ელიას და ეუბნება, რომ ჩავიდეს და ეჩვენოს აქაბს. რადგან ღვთის გადაწყვეტილებით უკვე ახალ ეტაპზეა გადასასვლელი ელია, როგორც უფლის წინასწარმეტყველი და შესაბამისად ეს უნდა განხორციელდეს სწორედ მას შემდეგ, რაც უფალი წყალობას მოიღებს ისრაელზე გარკვეული მოქმედებების შემდგომარე. მაყურებელს უთხრათ, რომ აქაბი შევახსენოთ, რომ აქაბი არის მართველი მეფე არის იმდროინდელი ისრაელის. ხო, მაგრამ აქაბის შეხსენება ჩვენ კიდე სხვა კუთხით დაგვჭირდება, ჩვენ მივალთ ახლა ამ ადგილას, ახლა ჩვენ რა გვაინტერესებს. თუმცა ახლა შეხსენების თვალსაზრისით ჩვენ ერთი რაღაცა უნდა გავიხსენოთ ასევე აქებთან დაკავშირებით, რომ აქაბის და მისი ცოლის იეზებიელის პოლიტიკა პირდაპირ ითვალისწინებდა წინასწარმეტყველთა დევნას. ხო, იეზებიელის დევნა ხშირად არის ამ თავებში ნახსენები. თუ იერობოამმა თავისი რეფორმებით ლევის ტომი უბრალოდ დააყენა რეალობის წინაშე, რომ მათ აღარ ეცხოვრებოდათ ისრაელში, არ დევნა პირდაპირ ასე ვთქვათ, ბრძანების კვალობაზე, მაგრამ უბრალოდ პირობები შეუქმნა ისეთ, რომ ისრაელში მათ აღარ დაედგომებოდათ. იეზებიელი, უпроსოდ აქაბი იეზებიელთან ერთად პირდაპირ დევნაზეა გადასული, მე მაყურებელს შევახსენებ. რომ იტყვიან სანატრელი გაუხდა იერობის კი ასია. უბრალოდ ჩვენ ერთი დეტალის გავიხსენოთ ამ ანდრია, რომ ლევის დასისაგან, ლევის ტომისაგან დაცლილ ისრაელში იმედის ნაპერწკალი, რაღაცა საყრდენი, რასაც შეიძლება ეს იმედი ისე ქვია დავინახოთ, ეს არის წინასწარმეტყველთა ჯგუფები, წინასწარმეტყველთა მოძრაობები, რომლებსაც დისიდენტური მოძრაობის სახე მიიღო უკვე აქაბის დროს და დევნა სწორედ ამას უკავშირდება. ხა ელია, როდესაც უნდა ჩამოვიდეს ისრაელში, უბრალოდ უნდა ჩამოვიდეს, არა, აქაბს უნდა ეჩვენოს. ეს არის პრაქტიკულად გამოწვევა, ეს არის პრაქტიკულად დაპირისპირება იმ ბრძანებისა, რომელიც ბრძანებად სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი აქაბის დროს. ანუ ეს ეჩვენე ნიშნავს, რომ წინააღმდეგობა, რომელიც წინასწარმეტყველთა დასიდან მოდის, ახალ ეტაპზეა გადასასვლელი და ამას თავში ისევ და ისევ ელია წინასწარმეტყველი უნდა ჩაუდგეს. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, სანამ ამ შეხვედრაზე ვისაუბრებთ, თორე შეხვედრა ძალიან ბევრ რამეზე მიგვითითებს. კიდევ ერთი საინტერესო მომენტი გახლავთ ის, რომ ამ უწვიმარობამ, როგორც ვთქვით, ისრაელში გამოიწვია ბევრი კრიზისი და მათ შორის უკვე კრიზისი იმდენად მაღალია, იმდენად მეტია, რომ ის უკვე შეეხო სამეფო ოჯახს, ის უკვე შეეხო სამეფო ძლიერებას და ამიტომ არის ასეთი მდგომარეობა, რომ აქაბი თელს თავის სამეფოს ორ ნაწილად, ორ წარმოსახვით ნაწილად დაყოფს და ერთ ნაწილს ჩააბარებს მის მოურავს, სახლის მოურავს აბდიას, მეორეს თვითონ აიღებს
ეს რატო უსვამს ამას ბიბლია ხას რომ თვითონ აიღებს იმას ნიშნავს რომ ძალიან მნიშვნელოვანი სამეფო გადაწყვეტილება მიიღო. ხო, ეუბნება რომ რო არ დაგვეხოცოს. თვითონ აკონტროლებს, ანუ ბრძანებას კი არ გასცემს. საკონელი რო არ დაგვეხოცოს, უნდა ვეძებოთ. პირად კონტროლზე ყავს აყვანილი, პირად კონტროლზე ყავს აყვანილი, ანუ ერთი გზით წავიდაო მარტო, მეორე გზით წავიდაო მარტო. ეს ახლა ეს იმას ანიშნავს თავისთავად ხადია მეფე დადის და იმისავით რა ქვია, ბალახს ეძებს სადღაც ეს ბიბლიური ენა, რომელიც ასე უნდა გავიგოთ როგორც ის გვესაუბრება, ეს იმას ნიშნავს რომ რაღაცა სამეფო სივრცეზე აი ამ ბალახისა და საძოვარების მოპოვების საქვია ძიება უშუალოდ თვითონ თავის თავზე კონტროლი აიღო მეფემ და მეორე უავის უახლოეს პიროვნება შეაბარა რომ რაც შეიძლება დროის პრობლემა რო არ ყოფილიყო ალბათ თლიანად თვითონ აიღებდა კონტროლს ამაზე მაგრამ რაღაც ქვეყანა ორ წარმოსახვით ნაწილად გაყო რომ ეს დაიმა ხო ახლა ეს რატო ვთქვი რომ ჩვენ კარგად უნდა გავიგოთ აი რამდენად დიდ კრიზისში შედის ისრაელი ჩვენ ეს დავჭირდება ცოტა მოგვიანებით ამას ვახსენებთ აუცილებლად მაგრამ არის მეორე ძალიან საინტერესო მომენტი ვინ არის ეს აბდია ეს არის აქაბთან ყველაზე დაახლოებული პირი აბდია ეს არის პიროვნება რომელსაც აქაბი წინასწარმეტყველთა მდევნელი იეზებიელი აი ამ ბაალის კულტის ინიციატორი თლიანად ენდობა და სამეფო კარზე არის ძალიან დაწინაურებული მაგრამ იმავდროულად ეს აბდია არის პიროვნება რომელსაც ღვთისმოშიშია და 100 წინასწარმეტყველი 50 წინასწარმეტყველი ჩუმად გადამალული ყავს სხვადასხვა გამოქვაბულში და პურით და წყლით ამარაგებს მათ ანუ ზრდის იმაშება უვლის პატრონობს ასაზდოვებს ანუ იფარავს სიკვდილისაგან როგორც შიმშილის სიკვდილისაგან ასევე აქაბის მახვილისაგან აქაბის და იეზებიელის დევნისაგან შესაბამისად ჩვენ წმინდა წერილი ძალიან საინტერესო რამეს გვეუბნება რომ ისეთი ღვთისპირისგან გადავარდნილი პიროვნების მეფობის დროსაც კი როგორიც არის აქაბი ღმერთი თავის მსახურს ყველგან მონახავს ღვთისმსახური ყველგან იქნება აი მოდით რა ერთი აი ამას მივაქციოთ ყურადღება ცოტა მოგვიანებით ელია ერთ ადგილას მერე კიდე მეორე ადგილას იტყვის რომ მარტოა დარჩენილი ღვთისმსახურთა შორის მარტოა ის მაგრამ არ არის მარტო უფალი ეტყვის რომ ათასობით ადამიანი ყავს კიდევ ისეთი რომელსაც მუხლი არ მოუდრეკია ბაალისათვის რაღაც არის რაც ელიამ არ იცის რაღაც არის რაც აქაბს გამორჩება არის რაღაცა რასაც ადამიანი ვერ ითვალისწინებს და ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ყველაზე მძიმე მდგომარეობაშიც კი ღმერთი უძლური კი არა ისევ ყოვლადწლიერი რჩება და მას თავისი მსახური ყავს ყველგან და ყველაფერში შესაძლებელი არის სადღაც ძალიან დიდი ბოროტება, ძალიან დიდი დაცემა, ძალიან მძიმე მდგომარეობა, მაგრამ ღვთისმსახური იქაც უნდა ვეძებოთ. ვერ გავიშვერთ ასეთიც და თელს ერთ იმაში ვერ მოვაქცევთ სულ ყველას. აი მაგალითად, როდესაც სოდომსა და გომორზე გვაქვს საუბარი, ჩვენ რო აღწოდნოდა რომ იქ ლოთი ცხოვრობდა, ჩვენ შეგვეძქონდა უფლება გვეთქვა რომ ის თლიანად წაწმედელი იყო და იქ არავინ არ იყო გადასარჩენი არა წმინდა წერილი ჩვენ გვაყენებს წინდა წინ საქმის კურსში მაგრამ შორიდან რო შევხედოთ გარდან რო შევხედოთ თქვა შევხედოთ იმ ქალაქების მხრიდან რომლებიც ხედავდნენ როგორ იფერფლებოდა და იწვებოდა სოდომი და გომორი მათთვის ხომ თლიანად სოდომი და გომორი და ის მიმდებარე ქალაქები განადგურდა მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ღვთისმსახური იყო კი ამიტომ როდესაც აი რატომ ამბობ ამას რომ აი ეს განცდა ქონდათ პირველ ქრისტიანებს დევნელი არავინ აღარ არის დარჩენილი ხო აი ეს განცდა ქონდათ მამანდრია რომ ღმერთი არის მათთან როგორ არის მათთან შეიძლება ვიღაცა გამოჩნდეს ძალიან დაწინაურებული პიროვნება მეფის კარზე რომელიც უცებ აღმოჩნდეს სწორედ ის რომლის იმედი სულაც არავის არ ქონდა ის იყო სწორედ ღვთისმსახური ჩვენ არ ვიცით ჩვენ საოცარ რამეს ვნახავთ ელისეს ისტორიაში რომელსაც თავის საქადაგებლო სიტყვაში მაცხოვარიც იყენებს ნეემანასურზე ვისაუბრებთ რომელიც ღვთისმსახურად წავა თავის მეფესთან ჩვენ ასე არ ვიცით ასე ვერ გადავხედავთ ვერავიზე ვერ ვიტყვით რომ მასში სიკეთი არ არის მასში ღვთისმსახურების სული არ არის არ შეიძლება ასეთი დამოკიდება ღმერთმა იცის ის მისი მსახურია შენ არ იცი მეორე მხრივ შეიძლება ხედავდე თვალხილულად რომ ვიღაცა ღმერთს ემსახურება მაგრამ მის შიგნით მის შინაარსში ღვთისმსახურების ნატამალიც არ იპოვებოდეს როგორც ეს ფარისევლებისა და იმის დროს ხდებოდა ხო
ამიტომ რაღაცნაირად აი წმინდა მამათა ლიტერატურაში ჩვენ გვაქვს სწორედ ეს მითითება, რომ განკითხვის სული უნდა გაარჩიო მხილების სულისაგან, უნდა გაარჩიო ჯანსაღი აზროვნებისაგან, რაღაც ზოგიერთს ეშლება და თითქოს და ვითომ არ განვიკითხავო იტყვის და თითქოს და მხილება უნდა, მაგრამ სინამდვილეში მისი სიტყვა არის განკითხვითი სიტყვა და არა მამხილებელი სიტყვა. ეს ზოგადად არის ძალიან ესეთი სცენი. კი. ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობას პოულობენ ერთი რაღაცა ობიექტის განკითხვით. ხო შეიძლება ექსპერიმენტი ჩაატაროს ნებისმიერმა ადამიანმა და დააკვირდეს. როდესაც შეხვდება სხვა ადამიანს, ერთ-ერთი თემა აუცილებლად არის ვიღაცის განკითხვა. და თუ წინასწარ ინტუიციით იცის ვინ უნდა განიკითხონ, შეშერჩეული ძალიან იოლი არის მე ამაზე შეთანხმება. და საუბრის ფონად შესაძლებელი არის რომ ეს მუდმივად იყოს გამოყენებული. და ქრისტიანული კულტურა, სულიერი კულტურა ითვალისწინებს იმას, რომ როგორმე ამის გარეშე შეძლოს ადამიანმა სხვა ადამიანის მოძებნა, ერთსულოვნების მოძებნა მასთან ერთად და სათნოებაზე საუბარი და არა განკითხვით. ხომ თემას ძალიან არ დავშორდეთ, მაგრამ მაგას მახსენდება ხოლმე და ძალიან მიყვარს ეს პატერიკი. შეიძლება მე ახლა შევეხეთ ბარემ. ხო, შეიძლება მე იმედება და იმიტომ შინაგანი უნდა გამომდინარე, რომ ერთი მამა აღესრულებოდა, რომელიც არ გამოირჩეოდა მაინც და მაინც დიდი ბერული მოღვაწეობით და როდესაც საძმოა შემოკრებილი მის გარშემო, ხედავენ რომ ის არ შფოთავს ძალიან ისე ვაშკაცურად ეგებება სიკვდილს და დაინტერესდა ესაც დიდი მამებიო და ასეთი მოღვაწეებიო სიკვდილის წინო ისინიც შიშობენო და ემოშებენო შენაო რაღაცა ძალიან ისე გამოიყურებიო რა ძალიან თამამად ხვდებიო და რა ღვაწლი გაქვს ასეთიო და ეს აღსრულების წინ ყოფი მამა პასუხობს არაფერი არ მიკეთებიო როგორც პერსო, მაგრამ ბავშვობიდან მახსოვდაო მაცხოვრეს სიტყვები თუ არ განიკითხავ, მეც არ განკითხავო და აი ეს ცნება მაქვს აღსრულებული არასდროს არავინ არ განმიკითხავსო და ვიცი რომ ღმერთი არ მომატყუებსო და მეც არ განმიკითხავსო და ამიტომაც არ მეშინია სიკვდილის ეს საოცარი ის არის აი განმკითხაობის ისა რომ შენ ეს იმას კი ნიშნავს რომ განმკითხაობის ეს სათნოება მოდის შენ ნებებში იცხოვრე და იმას ექვია ეს სათნოება გეკრება სათნოება ვერ გეკრება თუ ნებებში იცხოვრებ მაგრამ თვითონ ამ სათნოების მნიშვნელობაზეა ამ პატერიკში საუბარი რაც ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად ცხადია ჩვენ რომ დაუბრუნდეთ ჩვენ თხრობას ხო, დაუბრუნდეთ, აი ელიას ეუბნება უფალი, რომ წავიდეს ეჩვენოს აქაბს და აი აბდიაზე შეხვდება აბდიას, რომელიც გაგზავნილი ყავს აქაბს თავისი დავალების შესასრულებლად. ხო, ძალიან საინტერესო არის, ხო შეიძლება და შეხვედრო და აქაბს, არა ჯერ აბდიას ხვდება. აბდიამ უნდა მიუტანოს ამბავი აქაბს და აბდია რო შეხვდება ელიას. აქ ერთი ისეთი თხრობაა წარმოდგენილი, რომელიც ბევრ კითხვას იწვევს და ამ ბევრი კითხვიდან ძალიან ცოტაა პასუხგაცემული, ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი რჩება ისევ და ისევ ელია წინასწარმეტყველის პიროვნებიდან გამომდინარე და მისი მოღვაწეობის თავისებურებიდან გამომდინარე. როდესაც აბდია ნახავს ელიას, ეტყვის რომ ეს შენ ახარო ჩემო ბატონო, ჩემო ელია. ელია იცნო, ტანის ამოს იცნობენ ელიას. და ელია ეტყვის რომ კი, ეს ელია და მოვიდა და აქაბს უთხრას რომ მასთან შესახვედრად არის შემოსული. და სულ დღეში ჩავარდება. ხო, აბდია მოხს მოვდრიგავს და ეუბნება უფალს ფიცავარო. არ დაუტოვებიაო აქაბსო მხარე და სამეფო სადაც შენ არ მოეძებნეო. და როდესაც გეძებნენო ეუბნებოდე რომ აქ არ არის ელიაო და მე სხვაგან აგზელებდა შენ ძებნასო. რო ეუბნებოდნენ რომ აქ არ არისო დააფიცებდაო სამეფოს და ხალხსო. ჩვენ ამას დაუბრუნდებით, აუცილებლად დაუბრუნდებით. ახლა მეუბნებიო, წადიო და აქაბს უთხარი რომ ელია აქ არის და ანუ მე მომნახე ელია და აქ არის. რომ მივიდე და უთხრა და უფლისულმა სადმა გაგიტაცოს, ანუ წაგიყვანოს და მოვიდეს აქ და არ გნახოს. ხო, დამსაჯა სიკვდილით და ნუ თუ არიციო ჩემი ამბავი რა მაგ გაკეთებული როგორ 50 წინასწარმეტყველს მალავ და მათ საჭმელით იმას აქვია ვამარაგებ და წყლით ვამარაგებ და იმას აქვია და ესე ფარველობ მათ. ახეთ აი
აბდიას ამ სიტყვებში ბევრი რამეა საინტერესო. რისი ეშინია აბდიას? რომ ელია აქ გაქრება და იქ გაჩნდება. ხო რა ხასიათებს ამ კაცს ასეთი რაღაცეები მანამდეც. საიდან იცის აბა ელიამეს აბდიამეს ყველაფერი? ამის შიში აბდია სატუა გაჩენილი. ჩვენ წმინდა წერილი ცოტა მოგვიანებით ძლავს რამეს გქონდეს, აი პირდაპირ ესეც სასწაულს აქ გაქრეს. ამაშია საქმე. აი ეს არის ძალიან საინტერესო. ეს ელია გაქრა და 3 წელი იყო ესე. კი, მესმის, მაგრამ საქმე ის არის, რომ აი თქვათ ელიას თადამაღლებაზე როცა გვექნება საუბარი, ეს მარტო ელიამ არ იცის. ეს ბევრმა სხვამაც იცის. ანუ ელიას გარშემო ხდება რაღაცა არაადეკვატური მოვლენები ხშირად და ელია ამითაც ანუ მარტო სამოსელით კი არ არის ცნობილი. ელია ცნობილია ცხოვრების წესით რაღაცა სხვანაირობებით. აი იოანე ნათლისმცემელთან იქნება ზუსტად იგივე. იოანე ნათლისმცემელს მარტო სამოსით კი არ ცნობენ. ეს არ არის მართებული და არ არის მაინც და მაინც ბოლომდე გამართლებული, როდესაც იოანე ნათლისმცემლის დახასიათება ხდება ხოლმე, რომ აი სამოსით ცნობდნენ იოანე ნათლისმცემელს სამოსით კი არ ცნობდნენ. მისი ქადაგები და მისი მოღვაწეობით ცნობდნენ. ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი. აი თქვენი ეს შეკითხვა და თქვენი ეს ვარაუდი მამა ანდრია მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. კი, ელია გაქრა და გაჩნდა. მაგრამ ეს ჩვენ რაც ვიცით ერთჯერადი მომენტია 3 წელი დაიკარგა და გაჩნდა მაგრამ აბდია სხვა რამეზე უფრო აკეთებს აქცენტს რომ აქ გაქრება და იქ გაჩნდება შეიძლება ის ამ შემთხვევაში გულისხმობს რომ ელია კვლავ წავა და მიიმალება მაგრამ შემდგომი თხრობა არა აქამდე არსებული არამედ შემდგომი თხრობა ჩვენ გვეუბნება გვიბიძგებს იმითკენ რომ ვიფიქროთ აბდია სხვა რამესაც ხო არ გულისხმობს სხვა რამესაც ხო არ შეშობს აქ მაგრამ ნახეთ რა არის საინტერესო აქ აბსოლუტურად სხვა რამეა, რომელსაც ახლა მე აქცენტს გავაკეთებ. აბდია, როდესაც ელაპარაკება ელიას და ეუბნება იმ საშიშროების შესახებ, რა საშიშროებასაც ის გულისხმობს, ასეთ სიტყვებს ამბობს. უფალს გეფიცებიო, უფლის წინაშე ეფიცებს, უფალს იფიცებს. ხოლო როდესაც აქაბს ახსენებს აქაბთან დაკავშირებით ამბობს, რომ სამეფოსა და ხალხს დააფიცებდაო. მართალი სიტყვის დასამტკიცებლად თუ კი ერთს უფლის სახელის მოხმობა ჭირდება, აქაბს მართალი სიტყვის დასამტკიცებლად უფლის სახელის მოხმობა არ ჭირდება. სამეფო და ხალხია მისი საფიცარი. აი მას მივაქციოთ ყურადღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. ამის ასე გვერდით ჩავლა არაფრით არ შეიძლება. ნახეთ რა არის საინტერესო? საინტერესო გახლავთ ის, რომ როდესაც აქაბი ელიას შეხვდება, აქაბი ელიას ასეთ რამეს ეტყვის. გამოხდიო ისრაელის მაოხრებელო, ქვეყნის მაოხრებელო. მოდით ერთი წუთით დაგავჩერდეთ. პასუხსაც კარგს მიიღებს. არა, პასუხს კი მიიღებს, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს мотиваცია. აქაბი ელიაზე ფიქრობს, რომ ის ისრაელის მაოხრებელია. ხო, ეს ფიქრობს, რომ გამოიწვია მან ეს ხო, ახლა ვინ იმისათვის, რომ ისრაელი დაეღო. ვინ არის ის რა ქვია აქაბი? ჯერ ომრიზე ვისაუბრეთ თავის დროზე, ხო, აქაბის მამაზე. ომრიმ და შემდგომ აქაბმა ისრაელი ფეხზე დააყენეს. ეკონომიურად გააძლიერეს. ჯარის თვალსაზრისით გააძლიერეს. ჩვენ თქვით კიდევაც რომ ამ პერიოდში მოაბი კვლავ მოხარყე ხდება ისრაელს და ისრაელმა შეძლო მოაბის კვლავ დახარკვა. ისრაელს საკმაოდ ისეთი თამამი ურთიერთობა აქვს სირიასთან. ისრაელთან ურთიერთობით დაინტერესებულია ტიროსი და სიდონი. ისრაელთან ურთიერთობა მოგვარებული აქვს სამხრეთით იუდას სამეფოს და ეგვიპტეს საერთოდ ხელი არ მიუწვდება მასზე. ისრაელი საკმაოდ ისეთ მდგომარეობაშია, როგორ გითხრათ, აი განვითარებისათვის ყველანაირი პირობა აქვს. და მოვიდა, გამოჩნდა ვიღაცა ელია, რომელიც ლაპარაკობს რაღაცა მამების ღმერთის სახელით. გამოიწვია გვალ დააქცია ეს ქვეყანა. და რომელია ახლა ქვეყნის მაოხრებელი, აქაბი თუ ელია? აი ლოგიკურად შევხედოთ, ხო? რომელია ქვეყნის მაოხრებელი? აქაბი არის პიროვნება, რომლისათვისაც ღმერთი ჭეშმარიტება არ წარმოადგენს არანაირ ღირებულებას, არანაირ ფასეულობას. მისთვის ღირებულება და ფასეულობა არის ქვეყანა და ხალხი. მივაქციოთ ამას ყურადღება.
და დამაქცეველი არის ელია და დანარჩენი წინასწარმეტყველები. და ქვეყნის მაოხრებელი და დამაქცეველები არიან ეს ღვთისმსახურები. ეს ჭეშმარიტ სიბნელე და ქვეყნის პროგრესის ხო, მუხრუჭი. ხო. დღევანდელობაში გავალოთ პარალელი და ერთი წუთით დავუფიქრდეთ ეკლესიაზე რა გვესმის ხოლმე. მსგავსი რამ არ გვესმის, რომ ეკლესია არის სწორედ პრობლემა ქვეყნის, საზოგადოების გარკვეული ჯგუფი ასეთ რამეს ლაპარაკობს ძალიან ხშირად, რომ ეკლესია დამაბრკოლებელი, რომ ეკლესია არის უკუსვლა და ასე შემდეგ. სიბნელე, გაუნათლებლობა, ხო? და პრობლემა ქვეყნის. ასე იცით, ეს თავის დროზე მე თქვენ გითხარით და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ორი мама, ორი წმინდა мама, სრულიად სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას, ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებლად ერთი და იგივე კითხვაზე ერთი და იგივე პასუხს იძლევა და ეკლესიაში მე არ მახსენდება სხვას კიდე გაეგრძელებინოს ამ თემაზე საუბარი და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს საეკლესიო დამოუკიდებულება ესაა გრიგოლ ღვთისმეტყველი და გრიგოლ ნუსელი, რომლებიც სრულიად სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას ერთი და იგივე კითხვაზე საეკლესიო იწყებენ საუბარს. რატო განკაცდა ღმერთი მაშინ როცა განკაცდა? არა ადრე, არა გვიან, არამედ მაშინ როცა განკაცდა და ორივე ერთი და იგივე პასუხს ამბობს. რომ ამ დროს ასე ვთქვათ, ბოროტებას თავისი თავი მთლიანად გამოვლენილი ქონდა და ეს მამები ამბობენ, რომ აი ახალი ტიპის ბოროტება, ანუ აწირაც იქნება ეს ბოროტება არის იგივე რაც უკვე გამოვლენილია, მაგრამ სხვანაირად შემოსილი, სხვანაირად შეფუთული, სხვანაირად წარმოდგენილი, მაგრამ შინაარსი ამ ბოროტებას ექნება ზუსტად იგივე რაც აქამდე იყო რაღაც ახალი იმის ბოროტებას, ახალ ბოროტებას ვეღარ ნახავთ, ხო? მაცხოვარი ამ დროს მოდის ეს მამები ამას ამბობენ. ანუ რისი თქმა მინდა მე რომ ბიბლია თავისი სიცოცხლის უნარიანობას ამითაც გვიჩვენებს, რომ ის გვიყვება არა მარტო იმ ამბებზე, რომელიც ოდესღაც მოხდა, არამედ იმ ამბებზეც, რომელიც ყოველდღიურად ხდება ადამიანის ცხოვრებაში, საზოგადოების ცხოვრებაში, ხალხის ცხოვრებაში, ქვეყნების ისტორიაში და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. აი აქ ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული რა არის. განა ელია ეწინააღმდეგება სახელმწიფოს განვითარებას? განა ის როგორ გვალვა გამოიწვია? ხო, მაგრამ აი ნახეთ, შევხედოთ ცოტა ლოგიკურად. აქაბის მიერ გაკერპებული ხალხი და ისრაელი და ელიას მიერ თაყვანისმული ჭეშმარიტება ერთმანეთთან კონფლიქტში რატომ მოდის? არც ერთს არ უნდა, მოდი ვაღიაროთ მამანდრია, რომ არც ერთს არ უნდა ცუდი ისრაელისათვის. მაგრამ აქაბისათვის ისრაელი სიკარგე გულისხმობს სხვა რამეს, სხვა გზით სიარულს, ელიასათვის სხვა გზით სიარულს. ელიასათვის ისრაელი კარგად ვერ იქნება ღმერთის გარეშე, ეს გამორიცხულია. აქაბისათვის ისრაელი კარგად ვერ იქნება იმ პოლიტიკის გარეშე, რომელსაც ის ატარებს ისრაელში და შედეგები ხელში აქვს. მოდი ასეთ რაღაცა გავიხსენოთ. თავის დროზე ჩვენ ვთქვით და იქვე დავძინეთ, რომ ხშირად გვექნება ეს მომენტი გასახსენებელი. გავიხსენოთ, რომ როდესაც მაცხოვარის სახლის შენების შესახებ გვეუბნება და ორ საფუძველზე გველაპარაკება, ქვიშაზე დადებულ საფუძველზე და კლდეზე დადებულ საფუძველზე, იგავი შინაარსო დაუკვირდებით ვნახავთ, რომ ორივე სახლი შენდება. მაგრამ კლდეზე დაშენებული რჩება, ქვიშაზე დაშენებული ინგრევა. ამიტომ, როდესაც ჩვენ გვაქვს საუბარი, რომ რაღაცა კარგის გაკეთება გვინდა, ამ სიკარგეში უნდა ვიგულისხმოთ არა ის ნაყოფები, რომელსაც მე დღეს აქვე თვალხილულად მივიღებ, არამედ სიკარგე, რომელიც წარუვალი იქნება და მას ხვალას და ზეგა წინ დახვდება. დღეს რო გამოადგება და დღეს რომ რაღაცნაირად ემოციებს გამოიწვევს, ის კი არ არის სიკარგე, არა, სიკარგე, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და მდგრადი და მტკიცე იქნება. ნუ ხო, არა მატერიალური, არამედ აი საქმეც ეს მაღალი ფასეულობა. საქმეც ეს არის ის მაღალი ფასეულობა მატერიალურს არ გამორიცხავს, იმ დროს როდესაც მატერიალურის გაკერპება უკვე მაღალ ფასეულობებს გამორიცხავს და ემტერება. შენ და მამა შენის სახლმა აოხრეთ, ესე ყავს. ხო, ელია პასუხობს, მე კი არა, შენ და მამა შენის სახლი, ანუ რო შევხედოთ, სად არის აბა ისრაელი აოხრებული? აოხრებული კი არა, აყვავებულია. მაგრამ აქ არის ისრაელის ღმერთია დავიწყებული და ბაალის კერპებით არის. ამ აყვავების მიღმა, აი ბუტაფორია, ეს დროებით. ხო, ეს აყვავება არაფერზე არ დგას.
იშლება და ინგრევა, დაილეწება და შენ როგორც მეფეს განა ეს არ უნდა გეკეთებინა, ეს უნდა გეკეთებინა. ქვეყანა უნდა გაგეძლიერებინა. ამაზე არ ედავება ელია აქაბს. აქ საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ რაც გააკეთე ის არ უნდა გაგეკეთებინა რელიგიური თვალსაზრისით. აქ პრობლემა არის სწორედ ეს, რომ შენ რომ საფიცარი გახადე ქვეყანა, სამეფო და ხალხი. სამეფო რო გააკერპე. ამაშია პრობლემა, შენ უნდა ღმერთს დაუტოვო თავისი ადგილი ხალხის აზროვნება. ჩვენთან არის ხოლმე ასეთი რაღაცა ნათქვამი, რომ ჩემი სამშობლო ჩემი ღმერთია. ეს არაფრით არ შეიძლება. არაფრით არ შეიძლება, ვინაიდან ყველაფერი რაც ღმერთის ადგილს იკავებს, ის კერპდება და რაც კერპია, იმას არაზროს სიკეთე და წარმატება არ მოაქვს საზოგადოებისათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და როდესაც შენ ქვეყანაში თავარ რამეს აკეთებ ღირებულებათა სისტემას იცავ და ამ ღირებულებათა სისტემაზე აფუძნებ მთელ შენ მოღვაწეობას, შედეგი გექნება საოცრად დიდი და საოცრად კარგი. მაგრამ როდესაც შენ სწორედ ეს ღირებულებითი ნაწილი გამორიცხული, მაშინ შედეგი გექნება რაღაცა მცირე დროით, რაღაცა ფუტაფორიული, რომელიც აუცილებლად დაინგრევა და ნაყოფს ვერ მოიტანს. აი სწორედ აქაბისა და ელიას შეხვედრა აი ამით არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აქაბი ეუბნება ელიას, რომ ელია ისრაელის მაუხრებელი, ხოლო ელია მიუთითებს არა, მამა შენის სახლი და შენ ხართ, რა ქვია, ისრაელის მაუხრებელი, რადგან ისრაელს რაღაცა ისეთი დამართეთ, რომელიც ამ ქვეყანას დაღუპავს. რაც არ უნდა ვიკამათოთ, რაც არ უნდა ვიდავოთ. რაც არ უნდა ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი კითხვა დავსვათ, ჩვენ გვაქვს ისტორია. ისტორია, რომელსაც ვერ გაექცევ, ეს არის ფაქტი. და ეს ფაქტი ამაზე მეტყოლებს სწორედ. ამაზე მეტყოლებს სწორედ, რომ მართლაც ისრაელის მაუხრებელი აქაბი ყოფილა მამამისის სახლთან ერთად და არა ელია დევნილ წინასწარმეტყველთან და დასთან ერთად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია აი ამ შეხვედრისას გამოსაკვეთი და როდესაც აი ეს შეხვედრა მოხდება და პრაქტიკულად ეს პოლემიკა ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით წარმართული პოლემიკა ჩიხში შევა და პრაქტიკულად დათმობას არც ერთი არ აპირებს, აი ამ შემთხვევაში უკვე გამოსავალს თვითონ ელია იძლევა, გამოსავალი უნდა ჭეშმარიტებაში იქნას მონახული და ელია აქაბს ეუბნება, რომ დაუძახოს 450 ქურუმს, ბაალის ქურუმს, 400 აშერას ქურუმს და ეს 850 ქურუმი ავიდეს ქარმელის მთაზე, იქ მოვა ელია და იქ შეიკრიბოს ისრაელის მთელი საზოგადოება და იქ ელია წინასწარმეტყველი თავის, ესე იგი, აი ამ პოლემიკას აქაბთან გააგრძელებს მთელი ისრაელის დასაწყისად. გიორგი, აქ ჩავერთვები, იეზებიელი დევნის წინასწარმეტყველებს. ამ დროს ელია ეუბნება, რომ 450 მოიყვანე ქურუმები ბაალის კერპისა და წინასწარმეტყველები, რომლებიც იეზებიელის სუფრას უსხედან. აი აქ რა ხდება? ეს რა შინაარსის, რა სწავლების წინასწარმეტყველები არიან? ეზებილი არ დევნით ამათ, ამ ნაწილს წინასწარმეტყველებისას, არამედ სუფრასთან უზის? ეს აშერა ზოგი ფიქრობს, რომ ეს არის მდედრი ღვთაებრის გამოხატულება, ანუ ბაალი არის მამრი ღვთაება, ეს არის მდედრი ღვთაების გამოხატულება და 450 ამის ქურუმია და 400 ამ მდედრის ქურუმია. მეორენი ფიქრობენ და მე უფრო ამის მომხრე ვარ, რომ ეს არის ერთგვარი სარიტუალო ტყის მსახურები, სადაც ინიცირება ხდება ახალი ქურუმებისა, განდობა ხდება ახალი ქურუმებისა და სწორედ აი ამ იმას, ანუ ესენი ვინ არიან, იცით? ესენი არიან 850 პიროვნება, რომელიც აკონტროლებს მთელ ისრაელში ბაალის მსახურების წარმართვის პროცესს. და იეზებიელის სუფრიდან იკვებებოდნენ, ნიშნავს, რომ სახელმწიფო ხაზინა მათ უხდის ხელფას, ანუ იმაშობა აფინანსებს მათ
და პრინციპულად პრიორიტეტულად მიაჩნია მათი საქმიანობა. შესაბამისად, აი, როდესაც აი ეს ორი რატო ყავს დაყოფილი, ვინაიდან აი ამ ორს თავთავიანთი მიმართულება აქვს, რომელიც თავის თავში გულისხმობს ერთ რამეს, ბაალის კულტის გამტკიცებას ისრაელის სივრცეში და აი სწორედ ესენი უნდა მოიხმოს იმან რა ქვია აქაბმა და ელია ამათ წინაშე უნდა წარდგეს საბოლოოდ იმის დასამტკიცებლად რომ ისრაელის მაოხრებელი არის აქაბი და მამამისის სახლი და არა ელია და წინასწარმეტყველთა დასი. გიორგი, მოვასწრებთ ჩვენს გადაცემაში, აღწეროთ თქვათ რა მოხდა ქარმელის მთაზე, როდესაც კერპს შესწირეს ბაალის ქურუმებმა მსხვერპლი. კი, მოდი ჩვენ ასე გავაკეთოთ, რომ ანდრია ის ორ ნაწილად უნდა დავყოთ თქობა. ჩვენ ამ შემთხვევაში მოდი ახლა ისტორიულ დეტალს მივხედოთ. დიახ, ისტორიულ დეტალს მივხედოთ და შემდგომ გადაცემაში სავარაუდოდ ჩვენ უკვე მის მისტიურ და შინაარსობრივ მხარეს ჩავწვდებით. ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. აქ რა ხდება, რომ შეიკრიბა მთელი საზოგადოება. ისრაელის მთელი საზოგადოება, მეფეც აქ არის წარმოდგენილი, როგორც უზემოესი ქურუმი მათი და ელია მიმართავს სიტყვით, რა სიტყვით მიმართავს ეს მე ვილაპარაკოთ ამაზე, ნუ სიტყვის შინაარსი ის არის, რომ უნდა აირჩიონ ახლა მათ. დავა უნდა გადაწყვიტოს ღმერთმა. ან აქაბის ღმერთმა, ან ელიას ღმერთმა, რომელიც გადაწყვეტს ამ დავას. აი ნახეთ, რაღაცნაირად საუბარია რასთან დაკავშირებით. აქაბი თავის წარმართული დამოკიდებულებით ელიას უსმენს როგორც პიროვნებას, რომლის ღმერთი სუსტია აქაბის ღმერთზე. მაგრამ ელიას სხვა мотивაციით ელაპარაკება, ელია ელაპარაკება, რომ რომელიმე ღმერთი ძლიერი და სუსტი კი არ არის, არა. ერთი საერთოდ და მეორე არა. მეორე საერთოდ არ იმოქმედებს. ერთი იმოქმედებს და მეორე საერთოდ ვერ იმოქმედებს. აი ძალიან მნიშვნელოვანია, მამავი, რატომ ამბობ ამას ვინაიდან ჩვენც დღევანდელობაში ხშირად მოვდის თითქოს და მონოთეისტური რელიგიის შვილები ვარ თითქოს და ერთ ღმერთს ვაღიარებთ. მაგრამ მის აბსოლუტური ძლიერება ხშირად გვავიწყდება. თითქოს და ის რაღაცა სხვა რამეზე მეტად არის ძლიერი. ხოლო ძლიერი კი არ არის, არა, რაღაცებზე ძლიერია. ეს არ არის მართალი, ეს არ არის სწორი შეხედულება ღმერთთან დაკავშირებით. ძლიერი არის მხოლოდ ღმერთი. რაღაცაზე ძლიერი კი არა, რაღაცაზე ძლიერი თუ არის, მაშინ ღმერთი იმ რაღაცაზე ჯიბრება. და ეს არამართებული წარმოდგენაა ღმერთთან დაკავშირებით. მონოთეისტური საიდუმლო ამაში დევს სწორედ, რომ ღმერთი რაღაცაზე ძლიერი კი არა, მხოლოდ ძლიერია. ძალიან კარგი აქცენტია კი ბატონო. ხო და რატომ ამბობ ამას, რომ ამით იყვნენ ისიც შთაგონებულები, ის წმინდანები, რომლებიც რაღაცა საშიშროებას იმას კი არ უყურებდნენ, რომ შენზე ძლიერი ღმერთი მყავს, მე არა, შენზე ძლიერი ღმერთი კი არ აყავს. ძლიერება არის მხოლოდ ის, რომელთანაც მე ვარ. და შენ არაფერს არ წარმოადგენ ამ ნიშნით. კი ბატონო. აი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად გვაქვს აი ეს აუცილებლობა გვაქვს, რომ სწორი ცოდნა ღმერთისა, სწორი დამოკიდებულება ღმერთთან. ჩვენი მართლმადიდებლობა იმას კი ანიშნავს, ნიკა კონსტანტინოპოლის წამზე ზეპირად იცოდე რამდენიმე ენაზე და ამას იმაშოგე ჩხარა და იმას გამოთქმით ამბობდე. ეს აზროვნების ელემენტებს გთავაზობს. და როდესაც ამბობს, რომ ღმერთი ერთია, შენ უნდა იცოდე რას ნიშნავს ღმერთის ერთობა. ღმერთის მონოთეისტური იდეა რაში დევს, რას ეფუძნება. კი ბატონო. და აი როდესაც ელიასა და აქაბის აი გავიხსენოთ მოსე და ფარაონი. ფარაონი ზუსტად ისე ელაპარაკება მოსეს, როგორც აქაბი ახლა ელაპარაკება ელიას. დიახ. და მოსეც ისე პასუხობს ფარაონს, როგორც ახლა ელია პასუხობს აქაბს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და ჩვენ რომლებიც ვართ ამ ეკლესიის შვილები, ეს ჩვენთვის გაკვეთილი უნდა ვიყოს, რომ ბოროტებას უნდა ისე უპასუხოთ, როგორც ელია და მოსე პასუხობდა. ღვთისმსახურები ისე უნდა ვიყოთ, როგორც მოსე და ელია იყვნენ. რაღაცა სიტყვა არ მინდა გამექცეს, მაგრამ მოსე და ელიას ვხედავთ ხო თაბორის მთაზე. არა აბრაამს და დავითს, არა სიტყვაზე ვთქვათ ესაიას და იერემიას, არამედ მაინც და მაინც ელიას და მოსეს. კი ბატონო. და აი აქ ელია ეუბნება, რომ აერჩიონ კურატი, ერთი თქვენ ერთი ორი კურატია, აერჩიონ რომელიც უნდათ. ააგონ სასაკურთხეველი, დაალაგონ შეშა და დონოღოთ წყალი არ მიაკარონ, რა ქვია, ცეცხლი არ მიაკარონ.
ცეცხლი არ მიაკარო. ამას იზავს ელიაც. და აი ღმერთი ცეცხლით რომელიმასაც მოხედავს, აი ის იქნება ღმერთის სწორად. აი იქ გაჩნდება, ანუ რაზე აქ საუბარი? აქ საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ ვის მსხვერპლსაც შეიწირავს. ვის მსხვერპლსაც ხო, თვალნათლივ შეკრებილი საზოგადოება ამ დასკვნას გამოიტანს, რომ აი ამ სამსხვერპლოზე ცეცხლი გადმოვიდა და ესე იგი ღმერთმა შეიწირა ეს მსხვერპლი, აი მეორეზე არ გადმოვიდა და არ შეიწირა ეს. ხო, აი და ამან უნდა გამოაჩინოს რომელი არის ჭეშმარიტი ღმერთი. რომელი არის ჭეშმარიტი ღმერთი, მაგრამ ნახეთ მე ანდრია აქ კიდე საინტერესო რა არის. ელია წინასწარმეტყველი საკურთხეველს ააგებს 12 ლოდისაგან. ისრაელის 12. რა ისრაელის 12? ორი სამეფო გვაქვს, სადღაბა 12 შტო. დააკვირდით მამანდრია. ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ელიასათვის ისრაელი 12 შტო იმ დროსაც აქაბისათვის, რომელიც სამეფოს და ხალხს აფიცებს და სამეფო და ხალხი ყავს გაკერბებული, იმისთვის ისრაელი 12 შტო აღარ არის. კი ბატონო. ნახეთ სად ინახება იდენტობის ერის იდენტობის ეს ნიშანი, ვინ ინახავს, რა ინახავს. არა წარმატებული პოლიტიკოსი აქაბი, არამედ ღვთისმსახური ელია. ელიასათვის ისრაელი, დაშლილი ისრაელი არ არის, ეს იერუსალიმში ღმერთის თაყვანისმცემის გარშემო შემოკრებილი ერთობა, ისევ ის ისრაელია. გავიხსენოთ მოსე, რომელმაც 12 სვეტი დადგა და საკურთხეველი ააშენა ამ 12 სვეტის გარშემო. ეს არის სწორედ ის მანიშნებელი, რომ ნამდვილი იდენტობა ინახება ღვთისმსახურებაში. გავიხსენოთ ფარაონი. ფარაონმა რა უთხრა იმას, რა ქვია მოსეს, რომ არ გაუშვებს ღვთისმსახურებისათვის, რატომ რომ ფარაონმა ზუსტად დაინახა, რომ ამ ხალხმა ახლა ერთიანი ღვთისმსახურება თუ დაიწყო, თავისუფლებასაც მოიპოვებს. აი მართლა თავისუფლება უნდა ეძებონ ფარაონთან, მაგრამ თავიანთ ღმერთთან თუ დაიწყეს, მაშინ თავისუფლები მართლა გახდებიან. ფარაონს არ ჭირდება, რომ ისრაელმა თავისუფლება მათ თავიანთ ღმერთში ეძებონ. და ახლა აი აქ, როდესაც ელი ამას იზავს, ხო, ეტყვის რომ ჯერ თქვენ იმას აქენით, რატო აკეთებს ამას ელია, იმიტომ რომ ელია მიცის, რომ იქ უნაყოფობა იქნება, იქ რეაქცია არ იქნება. და შემდგომ მათ არ უნდა კონდეთ სალაპარაკო, რომ აი ჯერ რომ შენ იმას აქენი, მე ბაალი გაგვიწყდა და ამაზე ამიტომ არ მოგხედა. სალაპარაკოს უსწრებს. მაგრამ ნახეთ რა არის საინტერესო. ელიას ქმედება განპირობებულია ზეციდან ცეცხლის გარდამოსვლის იდეით. აი ახლა ბევრი რაღაცას ეწინააღმდეგება, ნუგეში და სიხარული, რომელიც სააღდგომო მოსასწავლის დროს გვეძლევა ქრისტიანებს, ზოგი ქილიკობს, ზოგი ირაშვება, მაგრამ ბიბლია არ ქილიკობს. ბიბლიურად მოაზროვნეები არ ქილიკობენ. მათთვის ეს ხელშესახების სიხარულია. ზეციდან გარდამოსული ცეცხლით დამოწმება ჭეშმარიტებისა. რა თუნდა რწმენას სასწაული, არ უნდა რწმენას სასწაული, ნამდვილად არ უნდა რწმენას სასწაული. მაგრამ ჭეშმარიტებას დამოწმება როცა ჭირდება, ამას ღმერთი აკეთებს, ეს გააკეთა აარონის დროს, ეს გააკეთა დავითის დროს, ეს გააკეთა ელიას დროს და თუ უნდა ამას გააკეთებს ყოველწლიურად, როდესაც ის თავის ნუგეშს ყვაძლევს თავისი უდიდესი სიხარულის ჭეშმარიტების დასამოწმებლად. აი, როდესაც ელია წინასწარმეტყველი ამას ააგებს, შედეგი გვექნება ის, რომ ცეცხლი გარდამოვა სწორედ აი ამ საკურთხეველზე, ელიას საკურთხეველზე, რომელზეც ცხობას ახლა ჩვენ ალბათ ვერ ვასწრებთ და შემდგომ ხო, ცოტა გავშალოთ შემდეგ გადაცემაში პროცესი როგორ მოხდა. ჩვენი გადაცემა დასასრულს მივუახლოვდა, დიდი მადლობა გიორგი ამ საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს დავამშვიდობები და ვეტყვი, რომ შემდეგ გადაცემაში კვლავ დაგვრჩა სასაუბრო ელიას შესახებ და გავაგრძელებთ მას ეთხრობას. შევახსენებ, რომ შესაბამისი საკითხავი მესამე მეფეთა მე-18 თავში შესაძლებელია რომ წაიკითხოთ. ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე კარგად გრძანდებოდეთ.